Bom-dia! მოგესალმებით მეგობრებო. დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი. გადავწყვიტე რომ პატარა ვლოგივით გადავიღო დღეს. ამ კვირას არ გვაქვს ჩხუბები. ვისვენებთ ერთი კვირით და გადავიღებ დღეს პატარა ვლოგს. გარეთ ვარ ახლა შაბათია. 9-ის ნახევარია სადღაც. კიმბოსთან ერთად ვარ გამოსული სასეირნოდ. ცოტაც გავასეირნებ ავალ სახლში. გამოვიცვლი უცებ და დავაწვევი დარბაზში. დღეს გვექნება დარბაზში პატარა შეჯიბრივით. ჩემი დარბაზი აკეთებს ისეთ შეჯიბრს, სადაც გამოვლენ ისეთი ხალხი, მარტო ვინც აქამდე შეჯიბრზე არ გამოსულა და ესე ვთქვათ, მათთვის საშეჯიბრო პირველი ნაბიჯები იქნება. ძირითადად მაინც ვფიქრობ მე, რომ ბავშვები იქნებიან, მაგრამ იქნებიან ისეთები, ცოტა ასაკში შესული ადამიანებიც იქნებიან, ალბათ ვინც ეხლახანს დაიწყეს სპორტი, არ იქნება მარტო ჯიუ-ჯიტსუ, როგორც ჯიუ-ჯიტსუ იქნება კრივი და მუაი-ტაის შეჯიბრი. ძალიან სახალისო უნდა იყოს, ვფიქრობ, თან ჩემი და მარიკუნა გამოვა დღეს ჯიუ-ჯიტსუში. სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ვარჯიში და ნახოთ დღეს წესით უნდა ყავდეს ვიღაცა რა მოწინააღმდეგე გიში და ნოუგიში. 17 წლისაა, 18-ის ხდება ეხლა, როგორც თქვი, რამდენიმე თვე არას დაიწყო ვარჯიში და ძალიან კაი იქნება პატარა გამოცდილებისთვის. როგორც ხედავთ, ოჯახის მესამე წევრიც იხდება. გიოც იქნება დღეს, გიოც იქ არის. საერთოდ წესით ბევრი ხალხი უნდა იყოს, საკმაოდ უნდა გაივსოს დარბაზი. კიმბო საჩუქარს გვიზადებს ხა. უნდა ავიღო. მგონია რომ ბევრი ხალხი იქნება, სხვა დარბაზებიდანაც მოდიან, ჩვენიდანაც იქნებიან და კაი ამბები იქნება რა. თან რომ მორჩება ყველაფერი, მერე სპარინგები იქნება, დავრჩებით სპარინგზე. ნახოთ რა, რამდენად გავქაჩავ. ეხლა რაც შეჯიბრი მორჩი, შედარებით ნაკლებად ვარჯიშობ, მაინც ვარჯიშობ, მაგრამ იმდენს აღარ ვარჯიშობ, სანამ შეჯიბრამდე ვარჯიშობდი, იმიტომ რომ მუხლი ვიტკინე, მენისკი, ქართულად მენისკი გავიწყვიტე. დაზიანებული მაქვს მოკლედ მარჯვენა მუხლი, მაწუხებდა აქამდეც, ეხა შეჯიბრზეც უფრო დავიზიანე და ეხა ცოტა ვცდილობ, რომ ნელ-ნელა აღვიდგინო რა. იდეალური იქნებოდა რომ სადღაც 1 თვე ნახევარი, 2 თვე საერთოდ დამჯდარიყავი და არაფერი მეკეთებინა და უფრო ადვილად შემიხორცდებოდა, მაგრამ როცა შემიძლია ვარჯიში, ესე უბრალოდ ვერ დავждები რა. მაგას მირჩევნია ესე ვივარჯიშო ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა შემიხორცდეს. თორე რო დავждე ესე და არაფერი ვაკეთო, ძალიან ბევრია ჩემთვის თვე ნახევარი. მე ცოტა უკვე აქ თავში მერე ვარ რაღაცეები რა, ამიტომ მირჩევნია ესე ვივარჯიშო. არ მაწუხებს ისე დიდად, ანუ ფეხი, სიარულის დროს, ან სახლში დაწულის დროს, დაждომის დროს, საერთოდ არ მაწუხებს, უბრალოდ აი თვითონ ჯიუ-ჯიტსუს დროს რაღაც პოზიციებში რო ჩამყვება ხოლმე, მტკივა ხოლმე ძალიან. და რაღაცნაირი ცუდი შეგრძნებაა რა, ფეხებს რო შევკრავ, მაშინ მტკივა ხოლმე და უბრალოდ ვცდილობ რომ მოვერიდო მსგავს პოზიციებს რა, მეტოქემას თუ რაღაცა ისეთი გამიკეთა, ეგრევე ჩერდები რა, ეხლა დარბაზია აქ, ერთი ოჯახივით ვარ და არა, ეგ მაგაზე პრობლემა რა, რამე პატარაზე თუ ჩამყვა სადმე ისე ეგრევე ვეუნები, ეგრევე ჩერდები, თავიდან ვიწყებ. კიმბოს რაც შეეხება, 2 კვირა გავიდა ოპერაციიდან, მოხსენით ნაკერები. კარგად არის, კარგად გამოიყურება, შეუხორცდა ფეხი. უბრალოდ მაინც აი ცოტა უჭირს, კოჭლობს მოკლედ. კოჭლობა ქვია ეს როგორც დადის. აკეთ კიმბო. ხო, რა ცოტას კოჭლობს და ნელა ეგეც გაუვლის. მაგერ კიმბოს ძმაკაცი გაიჩნდა. მაგრამ აი თამაში არ შეიძლება ზაღლებთ, არა ეს აგვიგრძალეს, რომ თამაში არ შეიძლება, თორე ძალიან გიჟობს ის. Dzień dobry. Jak ta łapka? Nie tak dominował, pan go przytrzymał. Zobacz. Teraz jest lepiej. Lepiej. Tak. Ale
Ale nie wiem, czy on może skakać. Nie mogę. To idziemy. Dzięki. Chodź, Kimbuś, całe სირბილი არ შეიძლება, თამაში არ შეიძლება, ამისთვის ძაღლებთან არ ვაჩერებ. მაგრამ მაინც მაგარი ენერგიულია რა, სულ სირბილი და სულ ხტუნაობა უნდა. მაინც პატარაა ჯერ, ეხლა 9 თვის ხდება. აი ესე თუ დააკვირდებით როგორ დადის, კოჭლობს თავს იქნევს ქვემოთ და წინა მარცხენათაც რომელიც ტკივა იმას ზედმეტად ხრის. ოპე. Varol. Teraz noga. Super. Teraz atpu. Kino. Atpu. Super. Чё-то. Пост. Супер. Сотки. დავაყეფე. სანდრა გავუუწე. ხონა მეჩვენებინა რა შეიძლება. კაი, ეხლა საჭმელი გვაქვს. და ეხლა დავუყრე. და სანამ არ ვეთქვი რომ მიდითქო, ჭამეთქო შანსი არა რომ პირი დააკაროს. ეს ზის და მიყურებს. ოკეი. ხორა. კიმბოს ვაჭამეთ. წავედნენ და დავიძრები დარბაზისკენ ახლა. წავედით, დავიძარე. ველოსიპედით წავალ. ეს მშვენიერი დღე გვაქვს. მაისის ბოლო რიცხვებია. პოლონეთში ძალიან გამოვიდა ამინდი. შუა დღე ძალიან კაი ამინდებია. ცხელა. ესე პროსტა მოკლემკლავიანით და შორტებით იტასავებ ჩვეულებრივად. და საველოსიპედო ამინდია მოკლედ რა. აქ ველობილიკებია ძალიან ბევრი და ძალიან ადვილია და მოსახერხებელია რა. ზუსტად ამიტომ ველოსიპედით გავარდებით. დარბაზში არ არის შორს, ჩემი დარბაზი 9 საათი, არა, არც კიდე. კარჩე 20 წუთის ბაზარია ველოსიპედით სადღაც აქვე არის რა. და მოკლედ წავალთ ველოსიპედით, სადაგზა განახებთან. ხო, რაც ვთქვი რა, სპარინგები გვექნება დღეს. ის წესით უცხო ხალხი ვინც მოვლენ, ზოგიერთები დარჩებიან და გაასწორებს. გადავიღებ სპარინგებსაც, აგერ ჩემი რაში, აგერ მყავს დაპარკული. შუა დღით შვენიერი 22-23 გრადუსია და საღამოს ცოტა გრილდება. ანუ შუა დღით შორტებით და მოკლემკლავიანი მაიკით ჯიგრულად ხარ და საღამოს ჰუდი ან ჟაკეტი გჭირდება რა. ყველაზე მეტად ეს ამინდი მევასება. ესეთი ჯიგრული ველობილიკები გვაქვს. ძალიან მოსახერხებელია. საქართველოში როდის გვეღირსება მსგავსი მე არ ვიცი. მაგრამ საქართველოში ვაფშე სხვა თემაა. გზები არაა წესიურად გაკეთებული და ველობილიკს ვინ გააკეთებს. მაგრამ ყველა იყურებს აქ მანქანებიც გიჟივით არავინ დადის. ყველა ფრთხილადაა, ყველა ყურადღებას გაქცევს. თან აქ კაი ის არის რომ ვარშავა და საერთოდ პოლონეთი ძირითადად პოლონეთის 90%, 80% სულ არის ვაკე. აი სულ სწორია იმენა ისე არის გეოგრაფიულად გამაგებული და ჩვენ ძალიან გორიანები ვართ რა, ძალიან გორიანი
ადგილი გვაქვს და მიგორავ რა, მიდიხარ არ გიჭირს. ჩვენთან იმ ხელა აღმართები იჩითება. შეიძლება ერთ აღმართზე დაიბრიდო იმენა. მე სადაც ცხოვრობდი, ვაშლი ჯვარში. იმ ხელა აღმართია მარტო ერთი იქასვა არის. იქასვა უდრის აქ ერთი საათის სიარულს ალბათ. ჩემ მუხლზე რო ვილაპარაკო კიდე წელიწად ნახევრის წინ, სადღაც 2 წლის წინ პირველად ვიტკინე მარჯვენა მუხლი, მარჯვენა მენისკი და იმის მერე მე-4ჯერ გავიწვიდე ახლა. დაჟე ახლა რო ვიტკინე, იმდენად მიჩვეული ვარ და იმდენად ვიცი რა როგორ არის ტკივილის მიხედვით, ანუ აღარც მივედი, ემერაიც აღარ გადამიღია, იმიტომ რომ ბოლოს რაც მქონდა იყო ნოემბერ-დეკემბერში, სულ რამდენიმე თვის წინ და ზუსტად ვიცი რა გრძნობაა რა და რო ვიგრძენი შეჯიბზე, ზუსტად ვიცი რას დამემართა რა. ორივე მხარეს მაქვს გაწყვეტილი არის გარეთა და შიგნითა მენისკი. lateral და medial მენისკი და ორივე მაქვს გაწყვეტილი. ეს ჯიუ-ჯიტსუში ძალიან ბევრს აქვს. რავი, აი ჩემთან დარბაზში იმდენს აქვს მაგაზე ოპერაცია გაკეთებული, რაც არის თვითონ მენისკი, თვითონ იღებენ თლიანად. მე საერთოდ აღარ გაქვს. ეგ ყველაზე კაი ვარიანტია, მაგრამ მე მაგას უნდა სადღაც 6 თვე უნდა აღდგენა. მე ხა ექიმებმა მითხრეს, რომ არ არის ჩემი საოპერაციო რა. იდეაში შეხორცებადია, მაგრამ იმდენჯერ ზიანდება უკვე, რომ რაღაც მომენტში საოპერაციო იქნება ყველა პონჩი. მაგრამ ეხლა ნახდად არ მიღირს, რომ ოპერაცია გავიკეთო. კაი ამბავისაა ჩემ შემთხვევაში, რომ მარტო მარჯვენა ფეხზე მაქვს რა. მარცხენა ფეხი სუფთა მაქვს ჯერჯერობით. მარჯვენაზე მაქვს ორივე მხარეს დაზიანებული და თუ რაღაცა ერთი ფეხი მექნება საოპერაციო. ვაპირებ, რომ ბოლომდე მივყვე, სანამ ბოლომდე არ ჩამიწყდება ყველაფერი, მანამდე ოპერაციას არ გავიკეთებ. მოვედით Flow Fighter-ში. შევალთ ახლა და დავთირავთ რა დვიჟენია გვაქვს. Let's go. Cześć, ma? Cześć. Cześć. Cześć, Soso. Cześć. No dawaj, chodź na wagę najpierw, co ja będę stała piwami cholera jasna. ჯერ არ არის ბევრი ხალხი როგორც ჩანს. Два пункта. Aleksandra. პატარა ბავშვების შეჯიბრი იყო. თან დამაუწყდა მე თქვა. პლუს ვიღებ ვიდეოებს რა აქ თვითონ დარბაზისთვის. Flow-თვის ვიღებ ვიდეოებს და მომიწევს ყველაფრის გადაღება. ეხლა ცოტა შედარებით დიდები იქნებიან რა. შედარებით კი არა და დიდები დაიწყებენ. ესეთი სიტუაცია გვაქვს. ამ ბევრი ხალხი არ არის, მაგრამ არის ხალხი. Arch Flow Fighters აქვს ორი სხვა ფილიალი კიდე რა, სხვადასხვა ქალაქებში. და იქიდან არიან ჩამოსულები ახლა ხალხი. და ასწორებს რა, იმიტომ რომ ისეთები არ შეხვდებიან ერთმანეთს, ვინც აქ ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ ერთმანეთში რა. შეხვდებიან სხვადასხვა ფილიალიდან სხვადასხვა ბიჭებს, შედარებით ბევრი ხალხია. გოგოები არ არიან ჯერჯერობით. მარტო ბიჭები არიან უფროსებში.
მარიკუნაც არ მოსულა. ცოტა გვიან არიან ალბათ შედარებით. ჯერ ბიჭები იქნებით. ხურდებიან ახლა. ცხნელმა მითითებები მიცა. აუხსნა წესები რა და როგორ იქნება. IBJJF-ის წესები იქნება. თავიდანვე ქულებია. ცოტა გახურდებიან ახლა და დაიწყება. Опа! Грубо. Давай! Давай! О, давай! Еще трохи. Да! მოვიდნენ, აგერ მარიკუნაც მოვიდა განახეთ. გახურდება. დავა ეს ჩვენია მას უნდა იმასკო. ერთი მეტოქე ყავს მარიკუნას, მარტო თავისი და ქალი ვინც ყავს. ვიდანაც ვარჯიშობს ძირითადად სულ ისპარინგებენ. მიესალმე ჩემ ბლოგს. გამარჯობა ხალხო. გამარჯობა მეგობრებო. ვარჯიშობ ფაითერებში. მე ჯერ არ ვიცი როდის გამოვალ, მაგრამ ჩავეწერე გიში და ნოგიში. გიში არ მგონია რომ იმასა იყოს. ამიტომაც მომწევს მარტო ნოგიში კაროლინასთან ერთად. შენ დაკავთან? ჩემ დაკავთან ერთად მომწევს ჩხუბი. და რა ვნახოთ რა. ხშირად სპარინგობ ხოლმე მაგასთან ისე? და ტაქტიკა მოაჩინე რომ წინაზე ერთად გავაკეთეთ. ანუ არაფერი არ ვქენი რა და ეხა გონია რომ მომიგებს. და ეს არის ჩემი ტაქტიკა. მოატყუე რომ მოვატყუე. და ეხა ვაჩვენებ ჩემ ნამდვილ ძალას. დავაი. ავაკეთ. მაგარი ბატკაბუტკი მიდის. კაი ბიჭია ეს ჩვენი იტალიელი ძმა. გიოს მაგაცია ეს. Fight of the night coach. Standard fight. Maciej, zero parcia na szkło, zero.
Myślałaś, Paczkowi się odechce zawsze. Pamiętam, co będzie, to wodko. ო პატარა ბავშვი თუ თავს ერთიჭო ის მენა მოსაკლავად თავს Ale dla seniorów nie mamy. Tego programu senior starszy wpadnięci. დავაი მიდი უკან ზევიდან უნდა აი ეგრე მანდ გაჩერდი ორი ქულა გაქვს ცოტა ხანი აკონტროლე მზად რო იქნები შენი მარჯვენა ფეხი ამოიღე იყავი გაჩერდი მან კარგად ხარ აი ეგრე ხრით დააწექი კროსფეისი გახსოვს რა განახე ერთი ხელი ქვემოდან მიდი ნენელად სადე შენი მარჯვენა ხელი მიაწექი მუხლზე ქვემო და ფეხი ამოიღე აი ეგრე და ფეხი ამოიღე მიდი მიაწექი ხა შენი ხელით შენი მარჯვენა ხელი მუხლზე აი ეგრე მიდი ცოტა და ამოიღე აი ეგრე და გაჩერდი ცოტა ხან აკონტროლე ხელზე ემუშავე მიდი შეუკარე აი ეგრე კაი არა უშავს არაფერი არ არის ქულა არა აქვს მაგრამ აი ეგრე იმუშავე შენ რომ აი ეგრე კიმურაზე მიდი აი ეგრე აი კაი სუპერ მიდი იყავ ეს არის შენი ქულა ეხა სვიპისთვის გაჩერდი აი ეგრე აი შენ მარცხენა მხარეს წადი აი ეგრე ვიდი დავაი ქვედა ხელით მარიკუნა მეორე ხელით უნდა გაგუდო აი ეგრე მარჯვენა ხელი შეუცურე ნენელა დავაი შეუცურე არა ქვემოთან ხელი მარჯვენა ხელით უნდა გაგუდო მარჯვენა ხელი შეუცურე всё იგა დასაფა ოპა მეგობრებო, ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა, მოვიგე და Let's go. ორჩა, აქ ცოტა კრივიც იყო. მოაიტაიც იყო. მოვჭით ახლა და 12 საათი დაიწყო ახლა. 12-ზე არის სპარინგები. დაველოდებით სპარინგებს. დარჩებიან ხალხი ჯიუ-ჯიტსუზე ვინც იყო ძირითადად ყველა ჩვენი კლასიდან სხვებიც მოვლენ და შევბერავთ სპარინგებს. მოვიდა სპარინგების დრო. გამოუცვალე. აი გაჩვენებთ ახლა. ბევრი წავიდა. არა მაინც ვართ რა. აგერ გიოროლაობს კუბასთან. აგერ გიომ დათაფა ეხა
იასამნისფერი კამარი. იქით სანდრა ხურდება. მე გავხურდი. გაწელილი ვარ, დიდი ხანია უკვე აქ ვარ. ეს ჰილჰუგებს აკეთებს ეს და ფეხით უმიეცი წაიღებს სახში. ეს ხო იმენა მოჭიდაო, ეხა ვისაც მოჭიდაო. პატარა ასაკით, მაგრამ ძალიან მაგარი. ყველა ტეიქდაუნებს მიბლოკავდა და ამის ზურგზე გაწოლა არის ურთულესი. წინაზე მოახერხე ერთხელ. წინა ვარჯიში. ეს ვერ ჩაუყვანა ეგრე. აი რაუნდი იყო. თავისუფალს ჭიდაობს, კაროჩე. თავისუფალს მოჭიდავია. ნაკრების წევრია. ჯიუ-ჯიტსუს უბერავს, ვასწავლით ხოლმე. აი, წავედი შემდეგ.
იმის პატარა ძმა პირველი ვისაც ვეჭიდავ ესეც მოჭიდავე ჩემი ბრატები არის გავხურდი მე დავხურდი და გაიროლებს შევბერავ შევქამას ვიჭიდავ ეხა გაიყო ეხა უნდა დავისვენო ერთი რაუნდი თორე ცოტა მუხლის მეტკინა მარა ხოძე ვარ
ვარ ბოლოსკენ ნელა. მესამე როლს ცოტა მეტინა ხელი. მილანთან. მონსტრია ეს ჩემის. ძალიან დიდია და ძალიან ჯანსი. სულ რაღაცას ვიშავებ ხოლმე. მუხლის მეტკინა ცოტა, მაგრამ არაფერი. ესე მტკივარა. მტკივარა იმენა მახსენებს თავს რა. ყოველი ვარჯიშის მერე გძნობ ხოლმე. შეჯიბრმა გაასწორა, მაგრამ ბავშვებს მაგრა გაუხარდათ. სიგელები დაურიგეს ყველას. მარიკუნამ მოიგო. მარიკუნამ თქვა, რომ სპარინგებზე თანაბრად მჭიდაობთ ხოლმე იმ გოგოსთან ერთად რა. სპარინგ პარტნიორია მაგისი იდეაში. და ეხლა ძალიან მაგრა ეჭიდავა. თან ცოტა მითითებები მივეცი. და ქულებითაც უგებდა და ბოლოს დასაბა კიდევაც შვენივრად. იხოდება მოკლედ მარიკუნასაც ხვდავთ. ჯიუჯიტსუ ოჯახი ვიჩიტებით. დამუღამებით თქვენს რა, ძალიან ისეთი ოჯახური გარემოა. ძალიან ახლოს ვართ ყველა ერთმანეთთან. და მაგიტო ძალიან მიხარია ხოლმე აქ მოსვლა და ვარჯიში. მარტო ვარჯიშიც არაა რა. ურთიერთობა და ყველაფერი ერთად. ძირითადად ეხლა აქ ვინც არის, წლებია უკვე ერთად ვართ, ერთად ვარჯიშობთ, ერთად ვიზრდებით და ბევრს ნიშნავს. გიო ანახებს ეხლა არდელიანმა რაც გააკეთა კაფსულ ლოკი წინა კვირას. ეგან, ჩემი პირველი დარბაზია ეს ვაფშე, Flow Fighters-ი. აქ დავიწყე ვარჯიში. ჩემი მწვრთნელი ვინც არის, მაგან მასწავლა ყველაფერი, პირველი ამასთან მოვედი და იმდენად მაგარი ადამიანია და იმდენად კარგი მწვრთნელია, რომ მოვედი თუ არა, დავრჩი აქ, გავჩერდი. და რავი, ყველაფერი ამ დარბაზთან მაქვს რა დაკავშირებული. სულ რო არაფერი სანდრაც აქ გავიცანი და აგერ უკვე ერთად ვართ, ამდენი ხანია ერთად ცხოვრობ კი არა და აგერ შემდეგ კვირას უკვე ოფიციალურადაც სოქმარი ვიქნებით და რავი, ასწორებს რა. ადრე სხვაგან ვიყავით, სხვა ლოკაციაზე ვიყავით, სადღაც 2 წელია უკვე აქეთ გადმოვედით. ეხლა დღეს კიდე სხვა დარბაზებიდან რო იყვნენ, სხვადასხვა ქალაქებიდან 300 კილომეტრია ერთი ქალაქი ჰოინიცე, ერთი გუნდი მაქედან იყო ჩამოსული, ისიც Flow Fighters-ი ოღონდ სხვა ქალაქში. და კიდე არის ვოტ ქვია რა. ოტვოცკი არის ესეთი ქალაქი და Watson, ეს მწვრთნელის სახელია, Watson Otwotsk team ესე ქვია, მაქედანაც იყვნენ ბიჭები. და ესეთი შეკრებები რო იმართება ხოლმე, ჩამოდიან ხოლმე აქ. ეხლა დღეს კიდე იმდენი ხალხი არ იყო. წელიწადში ორჯერ გვაქვს ხოლმე პასოვანიები, ახალი კამრების დარიგება, ან ახალი სტრაიპების მიცემა რა. და მაგ დროს ყველა ფილიალი მოდის ხოლმე აქ ვიკრიბებით და ძალიან ბევრი ხალხი ვართ ხოლმე და ასწორებს რა. მაგ დღეს თავიდან სპარინგები გვაქვს, მერე ახალი კამრების ცერემონიალია, სტრაიპების და მერე მივდივართ ხოლმე სადმე ბარში ერთობით ხოლმე ცოტას და ძალიან კაი კომუნიტია. მე მოვჭი იდეაში, გავშრი უკვე აღარ ვაპირებ ჭიდაობას. გამოვიდა კაი 5 მე მგონი შეიძლება 6 რაუნდის, 4 რაუნდი. წავალთ ეხლა გამოვიცვლი, გადავივლებ და წავედით სახში. მოვგრიალდი სახში. სულ ეს იყო რა ჩვენი დღევანდელი ვიდეო, ესეთი პატარა ვლოგუნა გამოვიდა. თუ შეიძლება ვლოგი დაერქვას. ჯერ კიდე 2 საათია სადღაც შუადღის. ხო და რა ვიცი, სანდრა მანქანით მოვიდა, მე ველოსიპედით წამოვედი. სახშია ის უკვე ავალე ხა მეც. Czekam na ciebie. Co robisz? No chodź, Musia. Gdzie byłeś? No czekałam na ciebie. Widział? Nie denerwować 2 razy. A długo czekałaś? Tak. Dobrze. Najdłużej jak tu widziałam, że jestem. To idziemy do Kębusiu. Melodewo zatwórny. Cześć. Ooh, stinky little baby. You need a shower. I didn't shower because still I would get
sweaty on the road, so. baby. წავალთ ხა კიმბუშას. ნახავთ. He's sleeping, you think? Yeah, I saw. Yeah. კამერა გვაქვს სახში და ნახავთ ზინავს. ეხა გაგიჟდება. ეხა დააკვირდით რეაქციას, მე ვაფშე არ ვაინტერესება აი. შეახდება დედამის ეგრევე. Cześć. Idź do domu, Kimbusia. ამოვედი ისევ ნაგავი მაქვს და თან ბარემ დავასრულებ ვიდეოსაც ისი თქმაც მინდოდა რა ბოლოს შვენიერი დღე იყო შვენივრად ჩავატარეთ добре შვენივრად ჩავატარეთ შეჯიბრი ვარჯიშები ყველაფერმა კარგად ჩაიარა ცხოვრება მშვენიერია ასწორებს ყველას გირჩევთ რომ იპოვოთ ცხოვრებაში ისეთი რაღაც რაც ყველაზე მეტად გიყვართ და ის აკეთოთ თქვენ საყვარელ ხალხთან ერთად რა და თუ ნაპოვნი გაქვთ უკვე შებერეთ ბოლომდე გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში peace out